აღმავალი კარმული კვანძი კუროში არის და დაღმავალი კარმული კვანძი მორიელში. მორიელის დაღმავალი კვანძი მიგვანიშნებს, რომ აი ადამიანის სულმამ ძალიან მძიმე დანაკარგები უკვე გამოიარა, მძიმე კრიზისები, შეიძლება გაიჭედა რაღაც დარდში, შეიძლება რაღაც სულ იყო მეომარი მაგალითად, ხო? იმიტომ რომ მორიელი ეს არის მეომრის კარმა, ან იბრძოდა მაღალი მორალისთვის, სიტყვაზე იყო ცოტა მკაცრიც ხასიათით, იმიტომ რომ დაღმავალი კარმული კვანძი ეს თვისებებსაც აჩვენებს, ადამიანის თვისებებს, აი თუ კურო დაღმავალი ეს არის ძალიან მშვიდობიანი, ლამაზი საუბარი შეუძლია, ლამაზი კომუნიკაცია შეუძლია, კომუნიკაციას რა კუთხით ვამბობ, იცით, რომ ეს სასიამოვნოდ შეუძლია წარმოაჩინოს საკუთარი თავი, ენერგეტიკა აქვს, ხო, ესეთი კუროსებრი. და მორიელი დაღმავალი ეს მებრძოლის სული არის სადღაც, აი სულ წინააღმდეგობები, ბრძოლა, შეიძლება იბრძოდეს იქ სადაც აღარ არის საჭირო ბრძოლა. კონკურენტული ან ყველაფერი ან არაფერი მძაფრი შეგრძნებები სულ მოყვებათ. და აი შეიძლება ხარ მეგობართან, კოლექტივი არის და აი აქ სულ ეს ენერგია მაინც მოდის, ბრძოლის ენერგია დაღმავალი, ვისაც მორიელში ყავს, ხო? და არ არის ზოგჯერ ეს საინტერესოც უკვე და არც არის საჭირო. და აქ სული უნდა გადაერთოს უკვე კუროს პროგრამაზე და კურო ეს ჩვენთან აბსოლუტურად სხვა ენერგია არის, ქალური ვიბრაცია არის, ეს არის მოთმინება, სიმშვიდე, ენერგეტიკა უნდა გადახტეს აი ამ კრიზისების მქონე, ამ შინაგანი დრამატიზმის მქონე ენერგიიდან აბსოლუტურად ესეთ ჰარმონიულ ენერგიაზე. უხდებათ ხოლმე, რაც უფრო გაილამაზებენ თავს ქალები, იქნებიან თუ კაცები, არ აქვს მნიშვნელობა, კურო არის ჩვენთან არა მარტო მატერიალური სამყარო და კომფორტი. და აი ამ კომფორტთან ნელ-ნელა უნდა დაიმშვიდონ თავი, ხო? რაღაც სტაბილურობა შეიძინონ ცხოვრებაში, გარემო შექმნა სტაბილური, უკვე თავის გარშემო აღმავალმა კუროებმა. ფინანსური ეძლებათ ხოლმე იქ ბინის ყიდვის შესაძლებლობა, მაგალითად დაგროვების შანსი, ფინანსების დაგროვების და აღმავალი კურო უკვე მოითხოვს ამას, რომ აი ეს რაღაცა ძაფრი სულ რაღაც კრიზისის მოლოდინი, ან თვითონ შექმნან კრიზისი, სადღაც მებრძოლის სული, ხო, სადღაც ეჭვიანობაც ახასიათებთ, მესაკუთრეობაც ახასიათებთ, ანუ ძაფრი ინტენსიური ემოციები აქვთ დაღმავალ მორიელებს. აი ეს არის დასამშვიდებელი, ჰარმონიაში გადასაყვანი, ქალის არქეტიპში უნდა შევიდნენ, გარეგნობას მიხედონ, სილამაზეს ეზიარონ, მიწიერი გარემოს ეზიარონ, მაგალითად ხშირად აღმავალი კუროები დადიან ბუნებაში სასეირნოდ, ძალიან მშვიდდებიან, ძალიან მოსწონთ.